კომპანია OpenAI-ში ცხადებენ, რომ გააუმჯობესებენ ChatGPT-ს, რათა მან უფრო მარტივად შეძლოს ამოიცნოს მომხმარებლებში მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და სტრესი. მიმდინარე კვირას კომპანია OpenAI ასევე წარადგენს ხელოვნური ინტელექტის ახალ მოდელს განახლებას GPT-5-ს და თვითონ ChatGPT-ში იქნება ჩაშენებული ახალი მექანიზმი, რომელიც შეეხება კონკრეტულად მენტალურ ჯანმრთელობას. ამისათვის, როგორც OpenAI-ში ამბობენ, დაიწყეს თანამშრომლობა საკონსულტაციო ჯგუფთან, რომლებიც უფრო შეძლებენ სანდო პასუხების გაცემას მომხმარებლებისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ისტორია გავრცელდა ადამიანებისა, რომლებიც ესაუბრებოდნენ ChatGPT-ს და ChatGPT მათ უფრო მეტად არწმუნებდა სხვადასხვა ილუზიაში. მაგალითად, Wall Street Journal-ი აქვეყნებს სტატიას 30 წლის აუტისტური სპექტრის მქონე მამაკაცზე, რომელიც გადაიყვანეს საავადმყოფოში მანიაკალური ეპიზოდისა და ემოციური აშლილობის გამო. მანამდე კი, როგორც Wall Street Journal-ის წერს, ის ესაუბრებოდა ChatGPT-ს და ChatGPT მას დაეხმარა უფრო მეტად დარწმუნებულიყო თავის ილუზიაში იმის შესახებ, რომ მას დროის მართვის უნარი გააჩნია. ამ საკითხზე მუშაობა OpenAI-ში მიმდინარე წლის აპრილში დაიწყეს და მაშინ გამოიტანეს დასკვნა თვითონ კომპანიაში, რომ ChatGPT ზედმეტად გადაჭარბებულად ეთანხმება ხოლმე მომხმარებლებს ფაქტობრივად ყველაფერში და სწორედ ამიტომაც ეს შესაძლოა, რომ აღმოჩნდეს პირიქით სავალალო ადამიანებისთვის და არ იყოს მათთვის სრულად სასარგებლო და შექმნას, ასე ვთქვათ, პოტენციურად საშიში სიტუაციები. OpenAI ამას აღიარებს, რომ GPT-4-ის მოდელი ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ართმევდა თავს ამოიცნოს სტრესისა და ემოციური დამოკიდებულების ნიშნები და განახლების შემდგომ chatbot-ი მაგალითად შეეცდება ხოლმე, თუ დიდი ხანი მიმდინარეობს დისკუსია მომხმარებელსა და chatbot-ს შორის, შესთავაზოს შესვენება თავად მომხმარებელს და თუ ის კვლავ შეეცდება გააგრძელოს საუბარი, თვითონ ChatGPT შესთავაზებს სხვადასხვა წყაროებსა და ბმულებს იმისათვის, რომ კონკრეტულ ექსპერტებთან გაიმართოს საუბარი ამ მნიშვნელოვან პირად პრობლემებთან დაკავშირებით.